გარეთ. არა, საზღვარ გარეთ ეს ითვლება რომ მასა დიპლომი არა აქვს. წერილობითაც მომწერა ეს და ისედაც პარლამენტში მოვიდა და არ ინერვიულად უკვე დევს 600 თუ 800.000 ლარი ბიუჯეტში, დღე-დღეზე დამთავრდება ტექნიკური სამუშაოების ნაწილი. აი ეს გვესმის 5 წელია. და დაჩქარებული სამუშაოების ტემპებს ეთყობა ხა აქ რამე რომ სამუშაოები მიმდინარეობს? შანგრილა რო დაჭირდათ ააშენეს 2 კვირაში და კიდე რამე ესეთი გარყვნილების ბუდე თუ არის შენდება 2 კვირაში და პირველი პრეზიდენტის რეზიდენციისთვის რომ მიექციათ ყურადღება ხა აქ 5 წლის ასაშენებელი არაფერი არ არის. სხვა შორის ხა ჩვენ თბილისელებსაც ბევრი კოშკი ქვია და გონიათ რომ რაღაცა 9 სართულიანი კოშკია და ბევრი მშენებლობა უნდა და ხედავთ ჩვეულებრივი 2 სართულიანი სახლია. რაც უნდა ამას 5 წელი და 8 წელი ამის აშენებას. კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების მემორიალური სახლი შეგვიძლია გადაიღოთ სააკაშვილის 5 წლიანი ზრუნვის შედეგი. კიდე ეხა გადახურვა ეხა მე ზევითაც გადაიღებთ ნახავთ. გადახურვა გაკეთდა სულ რამდენიმე თვის თორე საერთოდ აწვიმდა და ზიანდებოდა ეხა. თავისთავად ეს არ არის უბრალოდ სახლიც იცით არის არა მარტო ზვიად გამსახურდიას, არამედ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი უნდა იყოს წესით და აი როგორი მუზეუმი არის კი ხედავთ. ციკლაურს და ხერხეულიძეს და ბევრს კიდე სხვას წინასაარჩევნოდ ახსენდებათ რომ ოპოზიციაში არიან მხედრიანელები, რომ თვითონ ესე იგი არიან ზვიადისტები და აი როგორი ზვიადისტები არიან და როგორი გამგზავრებლები არიან და როგორ პატრიოტიზმის ზვიად გამსახურდიას ეს ეთქობა ყველაზე კარგად ამ კოშკს და ამიტომ მინდოდა რომ გადაგებათ. დემოკრატიული ცეცხლი გაუჩინეს მაშინ აქ და დიდი ნაწილი მაშინ დაიწვა ეს 92 წლის იანვარში. და რაღაცა ნაწილი რაც გადარჩა ეს ალბათ ოჯახის მფლობელობაში არის, თუმცა მერეც გაიძარცვა ეს არაერთხელ და ცინიკურიც არის რომ ეს სამუშაოების დიდი ნაწილიც ასე რასაც თქვენ ხედავთ გარეთ არის საყრდენი კედელი რაც არის გაკეთებული და შიგნით თვითონ არის ეს სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებული არის შევარდნაძის დროს. ცოტა ცინიკურიც არის რომ შევარდნაძის დროს რომელიც ახლა გამსახურდიას მთავარი არა მარტო ოპონენტი არამედ ფიზიკური ლიკვიდაციის ხელმძღვანელი იყო მის დროს უფრო მეტ ყურადღება ექცეოდა კოლხოს უკვე დღეს ამაში არის თეთრი ცინიზმი. აი ეს კედელი რასაც ხედავთ ეხლა დაიწყო მაგის შემომატება და საყრდენი კედლის გაკეთება ზუსტად იმიტომ რომ იდეაში ეს ჩაფიქრებული იყო როგორც სახლ-მუზეუმი უნდა გაკეთებული იყო და ტერიტორია რო ყოფილიყო იქ რაღაც ალბათ მე დამხმარე ნაგებობა იქნებოდა საჭირო რაღაცა ხო ჭირდება ესეთ მუზეუმებს ან ოფისი უნდა იყოს ან გიდი უნდა იყოს და იდეაში ესე იყო ჩაფიქრებული. არც წინასაარჩევნოდ არ უნდათ ამ ის ვერ იტანს თვითონ იმის სახელის გაგონება არ უნდა ზვიადის სააკაშვილს. და რატომ ისესაც რას? არ არის დარწმუნებული ესე იგი ზვიადის მომხრეების ხმას მისცემენ თუ არა. კონსტანტინეს სახლ-მუზეუმი ცხოვარი სიმართლეში ზვიადს უარაუშენებია ეს ახლა ცხოვრობდა თორე იყო კონსტანტინეს შემოვიღაც აქ და მე ხა სრულდება 73 წლის თავი 73 წლის იუბილე ზვიად გამსახურდიასი და წესით ჩვენ რო ერი ვიყოთ მართლაზე ჩვენ რო თავმოყარეობა გქონდეს ეს უნდა აღინიშნებოდეს აქ უნდა იყოს უკვე ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიების მემორიალური სახლ-მუზეუმი და ეს უნდა აღინიშნებოდეს მაგრამ საქართველოში ბევრად უფრო პოპულარული არის ჰოლბრუკის და ალიევის ესე იგი იუბილეების აღნიშვნა და ზვიად გამსახურდიას და კონსტანტინე გამსახურდიას სახელებს ადევს ვეტო და აი ამ შენობას ძალიან კარგად ეთყობა რა დღეშიც არის. ეს შენობა არის ზუსტად ისევე აწიოკებული და საზღვარ და ღობემონგრეული როგორც არის დღევანდელი საქართველო. ძალიან კარგად ასახავს ზვიად გამსახურდიას და კონსტანტინე გამსახურდიას აი სახლის მდგომარეობა საქართველოს დღევანდელ ვითარებას. დღეს საქართველოში როცა ჭირდება ხელისუფლებას 2 კვირაში შენდება შანგრილა და რა ვიცი სხვადასხვა ხიდები და შენობები და გარყვნილების ბუდეები და არ მოინახა რაღაც ორიოდე კაპიკი რა ესეც სამარცხვინო ვითარებაში არ იყოს კოლხური კოშკი. დღეს როცა ბევრს საუბრობდნენ ტურიზმზე, რომ ჩამოვიდეს უბრალოდ და ტურისტმა რომელიმე ევროპელი ტურისტი დაინტერესდეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ან ქუჩა თუ არსებობს ქალაქში, ან მისი სახლი რა მდგომარეობაში არის. აი მათ უნდა დაათვალიერებინოთ ეს, მაგრამ თუ დაინტერესდება მაგალითად აი თუ არის თბილისში აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის სკვერი და ბიუსტი და ძეგლი, მაშინ ხელისუფლება ნამდვილად შეძლებს თავი მოიწონოს, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით მართლაც ბევრი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ხელისუფლება და არა მარტო ბიზნესმენები და მეცენატები არიან დამნაშავე იმაში, რაც ხდება. ჩვენ საზოგადოებაც ვართ დამნაშავე, რომ ხელისუფლებას ვაძლევთ უფლებას, რომ გახსნას თბილისში ალიევის ძეგლი და კოლხური კოშკი იყოს აი ესეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის.
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგცა საშუალება პრესასთან შეხვედრისა და ხელოვნებისათვის პრობლემებზე, რაც პრესასთვის საქართველოში არსებობს. კონკრეტულად მოხდომაში მაქვს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს პრესაში ფართოდ შეხვდება უბრალოდ ის დამოკითხების შედეგები, რომელიც ჩაატარა ამერიკული ორგანიზაციამ MDR. Unixanebat რომ სოციალური კვლევები ყოველთვის არ იწევს ერთგვაროვან შეფასებებს. ახლა ინტერესთან მიხედვით არის დამოკიდებული შეფასების კრიტერიუმები და ამ შემთხვევაშიც რაც მოსალოდნელი იყო, რაც უნდა დაიწყო პოლიტიკური სუბიექტებისაგან ამ შედეგების შეფასება და მისი კვალიფიკაცია. ჩვენ ვისმენთ ტელევიზიებით, რადიოს მეშვეობით, ხოლმე გაზეთებში, რომ არის რადიკალური შეფასებები, არის გამოხატული ძალიან დიდი უნდობლობა ამ კვლევების მიმართ. თუმცა სოციოლოგიური თვალსაზრისით არ შეხვდება იმ მონაცემების ანალიზი, რომელიც ამ კვლევებში ასახულია. მოგეხსენებათ, ორ ნაწილად გამოქვეყნდა ეს კვლევები, ერთი იყო არაპოლიტიკური ნაწილი, სოციოლოგიური კვლევის სხვადასხვა ასპექტები. მეორე იყო წმინდა პოლიტიკური რეიტინგები, რომელსაც აღაშფოთა არჩევნებში მონაწილეობის სავარაუდო სუბიექტები. მე პირველ რიგში მინდა როგორც დაუინტერესებულმა შემთხვევაში ადამიანებმა რომ მე არა ვარ პოლიტიკური სუბიექტი, ჩემი პირადი ასე ვთქვათ ემოციები ამ შემთხვევაში გამოვხატო, ამიტომ შევეცდები რომ ნაკლებად ობიექტური თვალით შევხედო ყველა მონაცემს, რაც ამ კვლევის შედეგად დაფიქსირებული. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ სოციოლოგია როგორც მეცნიერება და კვლევა როგორც დარგი ამ მეცნიერების ნახოთ ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მას აქვს მრავალი ასე ვთქვათ დანიშნულება. პირველ რიგში მან უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ სფეროში წარმოქმნილი ურთიერთობების პროცესების სტრუქტურა, შიდა სტრუქტურა, თუ რა ცვლილებებს განიცდის ეს სტრუქტურა და რატომ განიცდის. ამის მიხედვით დაყოფილია დარგობრივად ეს სოციოლოგია ჩვენჩემზე კარგად მოგეხსენებათ და მათ შორის არის მრავალი მიმართულება. ახლა როდესაც მე შევხედე ავაანალიზე სოციოლოგიური კვლევის შედეგები, იქ ძირითადად არის გამოყენებული გამოყენებითი სოციოლოგიური ასე ვთქვათ მეთოდიკა და ემპირიული სოციოლოგიური მეთოდიკა. პირველსა და მეორე შორის ის განსხვავება, რომ ერთი სწავლობს შინაგან სტრუქტურას, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ აზრს და მეორე კიდევ იმ პრობლემატიკას, რაც მოსახლეობას აინტერესებს. ამ თვალსაზრისით MDR-ის კვლევები ორივე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს და შეიძლება ითქვას, რომ ემპირიული მიმართულებითაც და გამოყენებითი თვალსაზრისითაც ყველა მონაცემია ასახული ამ კვლევებში. კვლევები არის ძალიან ფართო კითხავების მიხედვით შედგენილი და ბუნებრივია ეს არ არის პლებისციტი ან რეფერენდუმი, რომ ორ კითხვას უპასუხოს, ერთ კითხვას ორნაირად უპასუხოს ადამიანი. ან ხო, ან არა. ეს არის ძალიან მრავალასპექტიანი, მრავალსაკითხებიანი კვლევა და ბუნებრივია მეთოდიკა არის გამოყენებული არა იმის სხვა ეს ექსპერიმენტი ან ინდიკატორის მეშვეობით, როდესაც ხდება კვლევა ან დაკვირვებით ან ყველასთვის ცნობილი ეს არის ანკეტური კითხვა და ამ ანკეტაში ეს კითხვები მოცემული. ამიტომ ჩემი პირადი ასე ვთქვათ შეფასებები სწორედ ამ პარამეტრებში გაკეთდება ახლა რასაც მე თქვენ წავედით. და კიდევ ერთი წინასწარი მინდა ვთქვა, რომ მე ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შეფასებებს არ უნდა მოვერიდები. ამ ფონზე რაკონიც არის შექმნილი დღესაც ოპონენტებს საზოგადოებაში ან პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ შეიძლება გითხრათ ერთი რამ. რესპონდენტი არის ორნაირი. ერთი არის თავისუფალი რესპონდენტი და მეორე არის დეტერმინირებული რესპონდენტი. თავისუფალი რესპონდენტი ნიშნავს, რომ არაფერზე დამოკიდებული არ არის. არც სტრუქტურულ, არც გარემოთი, არც არა მეგობრებით, არც ნათესაობრივ თავისუფალ რეჟიმში პასუხობს იმ კითხვებს, რაც მას წარედგინება როგორც რესპონდენტს. მეორე, როდესაც დეტერმინიზებული რესპონდენტს ვსაუბრობ, მან ის რაღაცაზეა დამოკიდებული, შეიძლება იყოს სამსახურზე დამოკიდებული, შეიძლება იყოს მეგობრებზე, პოლიტიკურ სპექტრზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეიძლება, ჩემი აზრით, შეიძლება ასე დავაფიქსიროთ, რომ თავისუფალი რესპონდენტის გამოკითხების შედეგები აქ არ ჩანს, უფრო არის ზუსტად ეს დეტერმინიზებული რესპონდენტები
კითხვარების, ალბათ კითხვარებში დაფიქსირებული პასუხებიც აი აქედან არის გამოძრული. ანუ პირადი ხედვებისგან შეიძლება არ იყოს, უფრო დამოკიდებულებით ხედვებისგან იყოს. მე მას აპრიორად არ ვლაპარაკობ, ეს ჩემი მოსაზრებაა. ვინაიდან შეიძლება თავისუფალ რესპონდენტთა ჯგუფით თუ გამოეკითხა, შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მიიღოს საზოგადოება. ანუ ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, იმდენად ამბობთ, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. თუ რა კონტინგენტი, რა კატეგორია იქნა გამოკითხული აი ამ კვლევის შედეგი. მაგრამ ის რომ არსებობს კვლევის შედეგები და ამ შედეგებს შეიძლება ანალიზი, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და მე მგონი აჟიოტაჟის ნაცვლად დაფიქრება შეიძლება ყველას რა შეძლებს ამ საქმე და როგორ შეიძლება ამ შედეგების ასე ვთქვათ შეცვლა სხვა შედეგებით. შეიძლება ითქვას რომ იგივე სოციოლოგიაში არის მაკროსოციოლოგია იცით კარგად თქვენ, რომელიც აი ზუსტად თანასწორობის პრობლემებს იხილავს, ხო? ესე რა შანსებია თანასწორია თუ რა შანსები, რა რესურსებია თანასწორი რესურსები, რა შედეგებია და თანასწორია თუ რა ასე შემდეგ. ამ მაკროთვალსაზრისით ჩვენს კითხვარებში ხო არის ისეთი მონაცემების, რომელიც აი ამ შანსების გამოყენების პრაგმატულობას და რაციონალიზაციაზე საუბრობს. აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა, პირველი შედეგები შევეხები ახლა და პირველ რიგში ბუნებრივია უნდა პარალელი არა პარალელებს გავაკეთოთ. კვლევის შედეგებმა უნდა დააფიქროს საზოგადოება და პოლიტიკურ პარტიები. კონკრეტულად რო გითხრათ, აი რა ვინ უნდა დააფიქროს, რატომ უნდა დააფიქროს, აი კონკრეტულ პასუხს. ბუნებრივია თუ დავაცილებ მე ჯერ ჩემს სათქმელს ვიტყვი, შემდეგ კითხვები დასუთამის მიხედვით და იქნება სერტიფიკატი ჩემს ეხლა ცოტა წინა პერიოდში შევეხვდით, დეკემბერში გახსოვთ ორი კვლევა გამოხდა. ეს იყო აირაის კვლევა და იყო კაჭკაჭიშვილის ჩატარებული კვლევები. ამის შემდეგ გამოქვეყნდა ტენდიაის კვლევა, შემდეგ მოლოდინის რეჟიმში ეხლა ალბათ აირაის კვლევები გამოქვეყნდება და კიდევ არის მესამე კვლევები, როგორც ვიცით, მოსალოდნელი ამ პერიოდში. მე წინასწარ რა თქმა უნდა არ მაქვს არანაირი მონაცემები როგორ იქნება შემდეგი ორი კვლევის შედეგები, მაგრამ წინა სამი კვლევის შედეგები რაღაც სურათს იძლევა. პირველ რიგში ვინაიდან ყველაზე დიდი ინტერესი არის პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით, აქ შეიძლება ერთი რამის თქმა, რომ გვექნება ტენდენციები. სად არის უარყოფით ტენდენციები, სად არის გადადებით ტენდენციები. ანუ დინამიკა როგორი არის აი ამ სამი თვის განმავლობაში, მოსახლეობა როგორ აფიქსირებს თავისას და როგორ იცვლის და ამ სოციალურ სტრუქტურებში აი ესეთი სოციალური მოვლენების და პოლიტიკური მოვლენების ხარეები არის გაშლილი და წარმოქმნილი. პირველ რიგში შეიძლება ესეთი რამის არჩევანის შესაძლებლობა რამდენად ფართო ქონდა რესპონდენტ. მოვლენა, რომელიც საქართველოში ოქტომბრის თვიდან ვითარდება, აი ამ მოვლენამ თითქმის არჩევანის შესაძლებლობა არ დაუთმობა თავისუფალ რესპონდენტს, თავისუფალ ამორჩევის. ვინაიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა საკმაოდ მითოლოგიური ასე ვთქვათ ძალა, საკმაოდ შეიძლება დიდი რესურსი, რომელმაც გადაფარა მთლიანად საქართველოში არსებული პოლიტიკური ველი, ესე ვთქვათ, ელექტორალური ველი და გააჩინა ის იმედი, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ შესაძლოა შეცვალოს არსებული ხელისუფლება. ამიტომ ბუნებრივია ინტერესის სფეროს წარმოადგენდა როგორც დეკემბრის შედეგები, ასევე მარტის კვლევის შედეგები და აქცენტებდა ტენდენციები. და შეიძლება ითქვას, რომ აი დემითოლოგიზაციის პროცესი არის აშკარად დაწყებული. ის იმედები, რომელიც ჩანდა წინა კვლევებში, რომ 75% ამბობდა, რომ იმედი მიეცა და რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, დღევანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ 73% ამბობს აცხადებს, რომ უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ 12% ვარს აცხადებს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა იმ 75%-ში. ეს ნიშნავს, რომ არის გაჩნდა უარყოფითი, ანუ დევალვაცია ხდება იმ იმედისა, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული საქართველოს მოსახლეობას, ანუ ამორჩევებს გაუჩნდა იმედის სახით. ცოტა თუ სხვა ენაზე ვიტყვით, ეს არის ელექტორალური დეკადანსი, რაც ნიშნავს ვარდნას და იმედის ასე ვთქვათ დევალვაციას და ამიტომ არაფერი გასაკვირი აქ არ არის, როდესაც ჩვენ ამ ანალიზს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და რატომ. პირველ რიგში, მოლოდინი იყო ძალიან დიდი, შეიძლება
საქართველოს საზოგადოება სწორედ დეკემბრის წლებში ამას აფიქსირებდა. სხვადასხვა 2007-2008 წლის და შემდეგი პერიოდი საქართველოს მოსახლეობა სურდა ხელისუფლების ეს ჩანდა. იყო მობილიზებული ამისათვის, მაგრამ ცნობილი შედეგების მიხედვით მას გაუქართლა იმედები. ეს იმედები გააჩინა, რა თქმა უნდა, ბატონ ივანიშვილის გამოჩენა გასული წლის შემოდგომაზე და ბუნებრივია მუხტიც გაიზარდა, იმედიც გაიზარდა და შესაძლებლობა გაჩნდა, ანუ რესურსიც და შესაძლებლობის მიხედვით რეალურად შეიძლებოდა განხორციელებულიყო პოლიტიკური ვითარება ისე, რომ შეცვლილიყო არსებული ხელისუფლება ძნელად არჩევნების პერიოდში. ამიტომ 75% მოსახლეობის სწორედ ამ იმედის გამო აფიქსირებდა დეკემბერში ის აპირებს არჩევნებში მისვლას და ხმის მიცემას. მაგრამ ამ ჯამიდელმა კვლევებმა უკვე 73% დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გაცვლდა 12%-ის იმედები, ისინი საერთოდ აღარ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. მეორე დაახლოებით 25-27%-ია ამ კვლევებში ჩანს, რომ თავს იკავებს საერთოდ ყოველგვარი აზრის დაფიქსირების და პოლიტიკური რეიტინგების ნაწილში პოლიტიკური პარტიების მიღება. აქედან გამომდინარე, ესეც გარკვეულად ტენდენცია მიმანიშნებელია იმაზე, რომ რადიკალურად განწყობილი ელექტორატის ის ნაწილი, ვინც ითხოვდა ახალი ლიდერის გამოჩენის შემდეგ ქართველთა თუ საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას, გაერთიანებას, ერთი ფრონტის შექმნას და ეს არ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, სწორედ 27% უკვე უნდობლობას აცხადებს, სწორედ იმ იმედების მიმართ, რაც გააჩინა გასული წლის ოქტომბრის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა მოვლენებამ. ამიტომ აქ ორი ტენდენცია აშკარად გამოკვეთილია. ერთი არჩევნებში მონაწილეობაზე და დინამიკაში არის ვარდნეთი მაჩვენებელი და მეორე მხრივ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით ეს უნდობლობა 27% ძალიან მაღალი ციფრია. მაგალითად ძალიან ისე ცუდი შტაბისტიკა მოახდინა ჩემს გამოცემაში. და აქედან გამომდინარე საზოგადოების ეს ნაწილი, ვინც ფიქრობდა, რომ მათი აქტიური მონაწილეობა შეიძლება პოლიტიკური სურათი ქვეყანაში ბუნებრივია, ეს აქტიური ყველაზე დაინტერესებული ელექტორალური ნაწილი დღეს უარს ამბობს ესეთი ტიპის არჩევნების მონაწილეობას. ეხლა მესმედა არ მიყვით დაუშვათ მართლ პარტიას აქვს მაღალი რეიტინგი, არ მიყვით იმდენად რამდენადაც კიდევ მეორე თუ რესპონდენტთა გამოკითხულთა კატეგორია არის დეტერმინიზებული კატეგორია, ეს ციფრი სულიად არ არის დამოუკიდებელი, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო თვალსაზრისით, მაგრამ უფრო ოპოზიციის მიმართულებით ვიტყვი, რომ ოპოზიციის არაგაერთიანება, ან ფორმულა, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველა -1 და რომელიც რესურსი გააჩნდა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ლიდერს, ასეთ შემთხვევაში ეს ფორმულა გამოყენებული არ იქნა შედეგების საკუთარი დაფიქსირება. მეორე მომენტი, რა გამოიწვია იგივე ამ დევალვაციის, ანუ იმის გაცვლების მიზეზი რა იყო, ამ გამოიწვია. ჩვენ არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რა აინტერესებს ემპირიული თვალსაზრისით საზოგადოებას. საზოგადოებას წინაკლებებმაც დაავადდა, ყველაზე აქტიურად სამი პრიორიტეტი მიაჩნია ამ ქვეყანაში. პირველი ეს გახლავთ დასაქმება და სოფლის მეურნეობის განვითარება, მეორე ტერიტორიული მთლიანობა, მესამე სოციალურ ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი ღონისძიებები. ანუ აქაც დაზღვევა პენსია და ასე შემდეგ. არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ოპოზიციამ მოხდებობაში ამ მიმართულებით საზოგადოებას არ მიაწოდა ის პროექტები და პროგრამები, რომლითაც აი ამ ყველაზე საინტერესო მათთვის საინტერესო თემატიკა შეეხება. ანუ ახალი პოლიტიკური ძველი პოლიტიკური ოპოზიციური ძალები უნდა წარდგარიყო საზოგადოების მიმართ პროგრამულად და ეთქვათ, რომ აი პირველი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი რაც უხდებთ, არის დავუშვათ დასაქმება. ხო, აი ჩემი პროექტით, ჩემი პროგრამით ჩვენ დასაქმებული აი ესე წილები. ვინაიდან ეს არ მიეწოდა არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისაგან, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ მათ რეიტინგებში არა აქვს თუნდაც მაღალი მოდების ხარისხი და მაღალი ხარჯები. პირიქით, მე ვაკეთებ ერთ რამეს, რომ იგივე ახალი პოლიტიკური კოალიცია თავარ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვაზე და დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. მოგეხსენებათ, ეს არ არის ის საზოგადოება, რომელიც
ქართული საზოგადოება არ არის ისე საზოგადოება, გაიზარდა ბავშვად ევროპულ კაპიტალისტურ და დემოკრატიულ ეპოქებში, ჩვენ წინ ჰქონდა საბჭოთა ეპოქა, საბჭოთა ეპოქაშია ჩვენი წინათაობა გაზრდილი ყველანი და ამიტომ მათთვის სრულიად არ არის უცხო არადემოკრატიულ გარემოში ცხოვრობს, ოღონდ დასაქმებული იყოს, ოღონდ გარანტირებული ქონდეს შემოსავლები და არ ქონდეს შიში ხვალინდელი დღით. ამიტომ მათთვის ეს ახალი ხილი არ გახლავთ, უცხოურიათ მათ ასეთ გარემოში და იცხოვრებენ კიდევაც, მაგრამ ის რომ თავარი მათი ინტერესი, პრობლემა არის დასაქმებაში და ამაზე არ საუბრობს ოპოზიცია, არ საუბრობს, მაგრამ არ საუბრობს პროგრამულად. არ არის ესე ვთქვათ გაწერილი, რომ როგორი კანონმდებლობით, როგორი მექანიზმებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პრობლემა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქცენტების გადატანა დემოკრატიის ხარისხზე და ადამიანის უფლებებზე არ არის დღეისათვის მთავარი პრობლემა ქართული საზოგადოების. ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემა არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ტერიტორიული მდგომარეობა პოლიტიკურ ასპექტში, რომლის შესახებაც თვით ხელისუფლებასაც არ აქვს არანაირი პროექტი თუ როგორ ხდება ტერიტორიული მდგომარეობის საკითხის გადაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ნაწილში სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ ყოველდღე ვისმენთ პარლამენტისა და ასევე სამთავრობო ტელევიზიისგან ძალიან ბევრ საქმიან ასე ვთქვათ წინააღმდეგობას. ამიტომ არ მგონია მე შემთხვევითი ეს მონაცემები ოპოზიციის ნაწილში. არც ქართული ოცნების ნაწილში, 11% ხდება, არც ქრისტიან დემოკრატების ნაწილში და დანარჩენებზე აღარაფერს ვამბობთ, იგივე ლეიბორისტები, ახლები და ასე შემდეგ. თუმცა გახსოვთ ლეიბორისტებს წინა წლებში სულ ჰქონდათ სოციალურ თემატიკაზე პროგრამები და პროექტები წარმოქმნილი და კიდევაც ისევ და ყურადღება საზოგადოებაზე. მაგრამ მარტო კრიტიკული და რადიკალური შეფასებები დღეისათვის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხის ესე ვთქვათ გული მოიგო და სიმპათია გაჩნდეს და იმედი გაჩნდეს აი ამ პროგრამულ ნაწილში. მე ვფიქრობ, ეს არის შეცდომა ქართულ პოლიტიკაში, რომ საზოგადოება ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებას რა აინტერესებდა. არ ვიცით რა არ აინტერესებდა. სწორედ იმაზე ვამახვილებ, რაც მათ არ აინტერესებდა. ამიტომ სოციოლოგია მოგვცა ეს სურათი. დაგვანახავთ, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს პოლიტიკურმა პარტიებმა იმისათვის, რომ მათ გააუმჯობესონ და უბრალოდ მიიპყრონ საზოგადოების და ელექტორატის ყურადღება. მეორე მომენტი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვენდოთ თუ არა NDI-ის კვლევების შედეგებს, ეს თავად პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ ენდონ თუ არა. უბრალოდ ჩემს მოგახსენებთ, რომ თუ ამერიკელებს როგორც ჩამოვენ დღეს, ასე უნდათ, რაც ამ რასურათის ამ პროექტში ნაჩვენები, მაშინ ამის მიმართ უნდა მონაცემების მიმართ უნდობლობის გამოცხადება ცოტა არ იყოს ანტაგონისტური დამოკიდებულება არის თავად ამერიკელების მიმართ და ამერიკული პოლიტიკის მიმართ საქართველოს ნაწილში. აქაც რაღაც საკუთარი თავისადმი წინააღმდეგობა ვინც ამ თეზის ასე ვთქვათ სლოგანს აწვდის საზოგადოებას ამ შემთხვევაში უმჯობესია საკუთარ თავში ყველამ ჩაიხედოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტმა რა შესწავლები დაშვება და როგორ შეიძლება ამ რესურსის გამოყენება. ჯერ კიდევ არ არის ძალიან დიდი დრო არჩევნებამდე. ცხადია, ყველა შეუძლია რომ ყველა რესურსი გააერთიანოს და ამის მიხედვით მიიღონ შესაბამისი შედეგები. იქ არის გახსოვთ სიმპათიები დავუშვათ პოლიტიკურ სუბიექტებს და აი ჟურნალისტი პოლიტიკა ამახვილებია და ინგა გრიგოლიას მიმართ არის მეტი ნდობა ვიდრე დავუშვათ კოალიციის სხვა ლიდერების მიმართ. ჩვენ სულად არ არის გასაკვირველი. ასე დავაყენებთ ამ პარლამენტში გრიგოლიას ხიდაშელი დაწუნებული რომ ქართულ საზოგადოება ყოველთვის გრიგოლიას მიმართ გამოხატავს. არ ახსოვს სულზე არაფერი, ახსოვს ეკრანიდან არის სიმპათიური ასე ვთქვათ ეკრანული სახე, წამყვანები გამომოვლოს და ეს სიმპათია დღემდე შევჭა საზოგადოებამ ნუ მეორე ძალიან დიდი შეცდომად ისევ და ისევ გავმეორდა. გავაგონებ ყოველთვის ოცნების ხარდამჭერებს არის ის სადაც ბატონი ივანიშვილი აცხადებს რომ ის მოვა ხელისუფლებაში მოიყვანს ამჟამად მე თვითონ დატოვებს და ხელისუფლებას ასე ვთქვათ გავა დატოვებს ხელისუფლებას და დაუტოვებს ამ ადამიანებს ხელისუფლებას. მე როგორც ქართველი ბუნებრივია ამ ფორმულას არ ვეთანხმებ, მაგრამ როგორც ქართველი არასოდეს არ ვიქნები ის ხარდამჭერი რომ უძოლოს ქართულმა ხალხმა ისწორა რესპუბლიკელები მოიყვანოს ხელისუფლებას. ეს არ არის პოზიცია, ამის გამო ხდება იმედგაცრუებები
იმიტომ რომ არც ერთ საქართველოს ჩატარებულ არც ერთ არჩევნებში არც ამ კოალიციაში არც ერთ სუბიექტის მიმართ არ ყოფილა ქართული ხალხის მხარდაჭერა გამოხატული. ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა ნიშნავს იმას, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვეს, ვისაც უნდა რომ ქართულ ხალხს მოახვიოს რაღაც პოლიტიკური ძალა აი ამ ინტერესებისა და აი ამ ნების საწინააღმდეგოდ. ეს არ გამოვა და ყველა ასეთი ცდილობა იქნება, რა თქმა უნდა, ნეგატიურ შედეგში გამოხატული და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ გადასინჯული იქნება ასეთი მდგომები პოლიტიკური სტრუქტურის რაღაცა იძულებითი მექანიზმები ხელისუფლების მოყვანის თავობაზე. გადიათ. არა, ეს ჩემი პირადი შეხედულება ამ ნაწილში, მაგრამ მე ვეთანხმები კვლევის მონაცემებს, რომელიც აი შედარებით ხარისხია სიმპათია არასიმპათიებთან ემოციებში. Adevărat, თქვენ ახსენებთ, რომ ამ რეიტინგებით გამოიკვეთა, რომ ნდობა ნაწილობრივ დაკარგულია საზოგადოების. მაინტერესებს თუ აპირებთ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს და თუ შესწავლით პროგრამას ინიციატივებით. მოგახსენებთ, მე ჩვენ დავარეგისტრირეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციას ქვია ჩემი საქართველოს მოქნება ალბათ უახლოეს დღეებში ორგანიზაციის პრეზენტაცია და იქ გავაცხადებთ იმ მიმართულებებს, რა მიმართულებებს მიმართებაში ჩვენ გვექნება პროგრამული დამოკიდებულება. ანუ ვიმუშავებთ, გამოვიყენებთ იმ ინტელექტუალურ რესურსს, რაც აგვაქვს და პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზებთ აი იმ რეკომენდაციებს, თუ გნებავთ პროგრამებს, რომელთაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მარტო მათი რეიტინგული დამოკიდებულება გაიზრდება, არამედ ვისაც შესაძლებლობა იქნება ამ პროექტების შეუძლია საკანონმდებლო ინიციატივების განახორციელება. ეს ეხება სოფლის მეურნეობას პირველ რიგში და რა თქმა უნდა იმ კანონპროექტებს, რომელთაც შეიძლება ამ სფეროს ეკონომიკურ საპარლამენტო პარტიებთან ლაპარაკები. როგორც საპარლამენტო, ასე არასაპარლამენტო ჩვენ შეხვედრები გვექნება. უფრო მეტი შეიძლება გავაფორმოთ თანამშრომლობის მემორანდუმები და ვიღოთ მაგდან ეს შეკვეთები, რასაც ჭირდება აი სპეციალისტების მიერ წინააღმდეგობის პროექტების პროგრამების მომზადება და ამ თანამშრომლობას ეხება საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება. Აკადემიად ვინმესთან შეხვედრა, თქვენ ამბობთ, რომ მემორანდუმებს გააფორმოთ სრული შემთხვევაში, უკვე რომელიმე დაინტერესებული პირი გამოჩნდა პოლიტიკური პარტია, ან ქონდათ რაიმე სახის შეხვედრა, იქ გითხრათ. არა, კონკრეტულად არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, აქ დასამალი არ არის, ფარულად აღზრდიათ. ვაპირებთ, რომ როდესაც გვექნება ჩვენ ასე უახლოეს დღეებში პრეზენტაცია, გავახვევანებთ იმ თემებსაც, იმ გეგმებსაც, რომელზედაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურია და უნდა გახორციელდეს და შევთავაზებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ასეთი ტიპის თანამშრომლობა. არა მარტო პრესის საშუალებით, ყველა შევთავაზებთ აბსოლუტურად. მაგრამ თქვენი პროგრამით რომელ პარტიებთან უფრო ახლოს გრძნობთ თავს? თქვენი პოლიტიკური ხედვები. ახლა ჩემი სიმპათია ხვარწყვეტს აქ არაფერს. მე ამ შემთხვევაში სტრუქტურულად არც პოლიტიკურ პარტიას არ ვარ და ის ორგანიზაცია, რომელიც ჩემთან მე ვიქნები, მაგრამ თუ ოპოზიცია გაინტერესებს, ოპოზიციაში ყველა საინტერესოა. არარეგისტრირებულიც, რეგისტრირებულიც. მეგობრობა თუ გაინტერესებს, მე მეგობრობა მაქვს ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან, ეს ყველა მიცის და ამ მეგობრობას ყველანაირად შევინარჩუნებ, ჩვენ შევთანხმდებით, თუ ვერ შევთანხმდებით რაიმეს. შეიძლება რომ იქიდან რომ გამოდიან ქრისტიან-დემოკრატებს 3% აქვს, თქვენ მათთან კოალიციაში შეხვდეთ, ან რაღაც მონაწილეობა მიიღოთ მათ საერთოდ. არა, ამაზე ნაადრევია საუბარი. ჩვენ კიდევ ვიმეორებთ, რომ ნაადრევია, მაგრამ სტატუსი არის არასამთავრობო, ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვაჩენთ იმ რესურსებს, რაც გაგვაჩნია. თუ საზოგადოების დაინტერესება იქნება და საზოგადოების ნაწილი შეხედავს, რომ თანამშრომლობას აქვს პრაგმატული და რაციონალური ასე ვთქვათ მიმართულება, ასეთ შემთხვევაში ცხადია რაღაც ფორმატი მოიძებნება ურთიერთობების, მაგრამ ისე რომ პირდაპირ რაღაც ეს ამ ტრიბუნიდან რაღაც ფორმით განაცხადოთ, ჩვენ რომ ვემზადებთ პოლიტიკური პროცესებისათვის, რომ მაშინ მონაწილეობა მივიღოთ, ჯერჯერობით ეს რა გამოდის რომ ქართულ მოძრაობას თქვათ გაუკეთებთ პროგრამას და ნაციონალურ მოძრაობას არის კონკურენცია ვინც დაგვიკვეთა ორივე დაგვიკვეთა ერთდროულად მაშინ უკვე რითი პირადი სიმპათიის თუ რეიტინგი არა რეიტინგით არა იქნება რაღაც ნიუანსები რომელსაც ეკნება უპირატესი
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის ხელისუფლება, მას აქვს ინსტიტუტები, მას ეს საჭიროება არ გააჩნია, უბრალოდ გამოვრიცხოთ იმ თავით, რომ ასეთ თანამშრომლობა არ შედგება. იგივე ქრისტიან დემოკრატები და ქართული ოცნება, რომლებიც კონკურენტები არიან. რომელთანაც იქნება უფრო სერიოზული და უფრო რეალური, მაგალითად ქრისტიან დემოკრატების უპირატესობა შეიძლება ფული არ აქვს, რაც აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ აქვს საშუალება, რომ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შეიტანოს პროექტი დააჭროს, მაგრამ არის კიდევ სხვა, ხო, დავუშვათ პროგრამები ესეთი, რომელსაც არ ჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები და ჭირდება მხოლოდ პროგრამული რეალიზაცია დაყვანა მოსახლეობამდე. აქვს სხვა საკითხია საინფორმაციო საშუალებებით და პრესით, როგორ დაიყვანება ესეთის მექანიზმი დავუშვათ მოსახლეობამ. შეიძლება ფული დაჭირდეს და ეს ფული ვისაც უკეთესად აქვს რესურსულად იმან განახორციელოს. ბატონო, ამარასამთავრობო ორგანიზაციაში თქვენს გარდა ვინ არიან და თუ არიან საზოგადოებრივი იქნება ამის შესახებ ჩვენ სპეციალური კონფერენცია უახლოეს დღეებში. ამ კვირაში ეს არ მოესწრება იქით კვირაში, რომ წარმოგიდგენთ ამ ადამიანებს, გაეცნობით. ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ორგანიზაცია, აქ არის სპეციალისტები ფართო სპექტრი, როგორც იურისტები, ასევე ეკონომისტები, ასევე ფინანსისტები, ასევე დიპლომატები, ასევე ფსიქოლოგები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება იმისი რესურსი, რომ ნებისმიერი აი ამ პროფილის საკონტროლებელი პროგრამები იქნებ მომზადებული და აღიარებული. სპეციალურად წინასაარჩევნოდ გადაწყვეტეთ ამარასამთავრობო. არა, წინასაარჩევნო და გადამწყვეტი, უბრალოდ წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა ჩემ ჩამოსვლას და ახლა დაემთხვა, ამიტომ სწორედ ორიენტირება მოხდება იმ მოთხოვნებზე, რაც საზოგადოებიდან მოდის. პირველ რიგში იმ რეალობიდან, რაც შექმნილია ეს რეალობა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ვერ ამოვარდებით ამ პროცესს. ბატონო, თქვენ ძანეთ რომ იგივე ისაუბრეთ ოპოზიციის დაბა რეიტინგზე ამ პროექტთან გამომდინარე. მე მაინტერესებს იგივე ქართულმა ოცნებამ რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოხდეს ისეთი რომ იგივე არჩევნებისთვის მათ მოახერხონ ამ რეიტინგის შეცვლა და იგივე ქართული ოცნების ლიდერს განცხადებული აქვს რომ მის გეგმავს უმრავლესობით მოხდეს. აი ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ? ბუნებრივი ამ განცხადებამ, რომელიც პირველი დღეებიდან წამოვიდა 2/3-ით მოვალ უმრავლესობაში და შევცვლით ხელისუფლებას იმ პერიოდიდან დღევანდელამდე არაფერი არ შეცვლიდა ესეთი და არამერად დინამიურად არ გაზრდება მათი აქტივობა ესე რომ ეს იმეჯი ყოფილიყოს რეალური შანსი ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომ მოხდა რაღაცა გაცვლილება იმედების ამ დევალვაცია ფასეულობების. ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ იმ პასიობის შედეგია, რაც ამ განცხადების შემდეგ განვითარდა, მაგრამ რა უნდა გააკეთოს, მე ვიტყოდი ორი გზა არსებობს. პირველი გზა ეს არის, რომ კვლავ გამოცხადდეს, რომ ერთიანი ფრონტი უნდა შეიქმნას, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სლოგანი, ეს არის არა მარტო არადემოკრატიული რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი. თუ მათთვის ეს უნდა გააკეთოს. გაერთიანოთ მთელი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი იმ ფორმულით, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს არის ერთი სვლა. მეორე, ის რაც არის სტატუს-კვო დარჩება ასე, ანუ მრავალ სუბიექტიანი პლურალისტური პოლიტიკური ველი გვაქვს. წარმომადგენლები ჩვენ ხედავთ, რომ უკვე სამ პარტიას აქვს შანსი, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში, ანუ პარლამენტი იქნება წარმომადგენლობითი. თუ შეიქმნება შიგნით ბალანსი, ეს ხელისუფლებისთვის არის მისაღები და თუ კლასიკური ფორმით აპირებს ახალი ოცნება, ქართული ოცნება, ახალი ვითარების, ახალი პოლიტიკური სურათის შექმნა, მაშინ ეს არის დაბალანსებული პარლამენტის იდეა, სადაც ხელისუფლება კვლავ დარჩება მმართველ პოლიტიკურ სურათს შეიცვლება წარმომადგენლობითი სპექტრის ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ ყველას თავი ქუჩია, ყველა კონფლიქტია და კლასიკური გზით უნდა განვითარდეს საქართველოში დემოკრატიული პროცესი. მე გაზეთ შპიგელში დავიკითხეთ ალმასტო ყველამ დაიკითხეთ რომ კოალიციის ლიდერი აკეთებს ზუსტად ამ მინიშნებებს და იმასაც მიუთითებს, რომ პოლიტიკა არის ნებისმიერი ადამიანის ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი. როგორც ჩანს, ძალიან მშვიდად შეიძლება კლასიკური გზით განვითარდეს და მიიღოს დაბალანსებული პარლამენტი, მაგრამ ხელისუფლების ცვლა არ განხორციელდეს. ეს არის ის მეორე გზა, რასაც დღეს ადგას ქართული ოცნება და ეს არის ალბათ ის შედეგი, რასაც ჩვენ მივიღებთ არჩევნების შედეგი. თუ გარეთ გამოვიდნენ ქუჩაში, თუ იმ შემთხვევაში თუ არ მიიღეთ ბიზნესში მოქალაქეობას, თქვენ შევერთდებით ამ მოქმედებას? არა, მე ასე გეტყვით, რომ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, მე პირდაპირ ვამოვიდა, რა ერთხელ მიხარდა, ეხლაც გავიმეორებ თქვენს წინაშე, რომ
ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა ეკუთვნის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით. და საერთოდ არ მიმაჩნია სწორად ხელისუფლების პოზიცია, რომ მის ოპონენტს, ანუ რეალურ მოპაექრე ოპონენტს, ეს თქვა კლასიკურ რეჟიმში დაბლია, წაართვა ის საშუალება, რომ თავისი ოპონენტური პოზიციიდან აგიწევს კონკურენცია პოლიტიკურ პროცესებში. მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი დაბადებით ქართველი, ანუ ნატურალიზაციის წესით მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი, აი ქართულებული პროცედურების მიხედვით. ის არჩევანის წინაშე დგება ნატურალიზაციის წესი ერთად დაბადებულია საქართველოს და იცის ქართული ენა და ისტორია, ასეთ შემთხვევაში მას ეძლევა საქართველოს მოქალაქეობა. არის გართულება, ხელოვნური გართულება, იწვევს ეჭვებს საზოგადოებაში. იწვევს სწორედ აი ამ რესურსების არათანაბარ ზომიერას გადანაწილებას, იწვევს უსამართლობის განცდას და ძალიან ბევრ ნეგატიურ მოვლენებს ანიჭებს. მე მაგალითად ურჩევდი ხელისუფლებასაც, ურჩევდი ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი, ცოტა ერთ ხელისუფლებას ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ამ თავზე, თავისთავად ამ ნაწილში და ნუ გაართულებს ამის გამო, ხედავთ ჩვენ სურათს, რომ საფრთხე არ იქნება არანაირად არავისაგან, თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, დაძაბული სამოქალაქო დაპირისპირება, რაზეც ბატონი ალასანია საუბრობს. თუ ჩვეულებრივ რეჟიმში განვითარდება, რა საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეობის მინიჭება, არაფერს. მაგრამ თუ ხალხი ქუჩაში გამოვა ამ საკითხის გამო, მაშინ ნინო ბურჯანის ყოფილა სწორი, რომ ხალხი არ გამოდის ქუჩაში ხელისუფლების შესაძლებლად გამოდის მოქალაქეობის მისაღებად, ეს მე არც მე არც ნაკლები დიდ აბსურდად მიმაჩნია და ქართული ხალხის შესწავლაში შექმნა.